ერთი წელი იყო ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ერთი წელი ბოლო 10 წლეულების განმავლობაში საქართველოსთვის. ჩვენ ბოლო დიდ აქციასაც რომელიც რამდენიმე დღის წინ მქონდა 28 ნოემბერს დავარქვით შეუჩერებელი პროტესტი. ჩვენ ისევ აქ ვართ შეუჩერებელი პროტესტის ერთი წლის თავზე. და ხო პირველ რიგში რაც ჩემთვის ძალიან ფაქტობრივად ეს პროტესტი დაიწყო ამ შინაარსით ან როდესაც შემოვიდა უკვე რაღაც როდესაც პროტესტში ფართოდ შედგა კონსენსუსი, რომ ქართულ ოცნებას ან აკავშირებს რაღაც რუსეთთან, ან რუსული ტიპის მმართველობას უმიზნებს, ეს დაიწყო 2019 წელს ხო და გვახსოვს აქციები, რომლებიც გრძელდებოდა რამდენიმე დღის განმავლობაში, გვახსოვს პროტესტები, რომლებიც გაგრძელდა თუ არ ვცდები 30 დღეზე მეტ ხანს, მაგრამ დღეს რაც ხდება საქართველოში, ეს მაინც არის უნიკალური. ერთი წელია ფაქტობრივად, ყოველდღიურად ვდგავართ ადამიანების ძალიან დიდი რაოდენობა ქუჩაში და მე ყოველთვის ვიყავი ხოლმე ჩართული აქტივიზმში, იყო ეს პოლიტიკური საკითხი, იყო ეს ჯანდაცვის საკითხი, ძალიან ბევრი აქცია მახსოვს, ასე ვთქვათ, როგორც მთავრობის პირობებში, წინადამთავრობის პირობებში და მახსოვს ასევე ხალხის რაოდენობაც რამდენია ხოლმე დაახლოებით და ჩვენ კი რაღაც ვადარებთ ხან შაშანდელ 28 ნოემბერს, ხან 2019 წელს და ამიტომ სულ გვეჩვენება ხოლმე რომ რაღაცნაირად იმდენი ხალხი არ არის და ხალხი შეცოტავდა, მაგრამ თუ გავიხსენებთ რამდენი ადამიანია ხოლმე ზოგადად აქციაზე და იქიდან გავუნდა რომ ვიმსჯელებთ რომ ეს არის ის ხალხის რაოდენობა, რომელიც ერთი წლის შემდეგ ყოველ დღე დგას აქციაზე, მე მგონი ძალიან ნათელია, რომ რეალურად ძალიან დიდია პროტესტი და ძალიან ბევრი ადამიანი არის ქუჩაში ყოველ დღე და რაც გვასწავლა ამ ერთ წელმა, ეს არის ხო ანუ ძალიან ბევრი პატარა და დიდი რამ, მაგრამ ესე შევაჯამებდი, რომ გვასწავლა როგორ ვიყოთ მედეგები, საზოგადოებას ასწავლა როგორ უნდა ვიყოთ სოლიდარულები და რაღაცნაირად მე ვფიქრობ, რომ სხერპლის როლიდან ცოტა გამოვედით რა და არ ვიცი გახსოვთ თუ არა თქვენ მაყურებელს 2023 წლის აქციები იყო თუ არ ვცდები, ეს იყო რუსული კანონის წინააღმდეგ აქციები, მახსოვს ესეთი კადრი, რომ დარბევა იყო კადრში, თუ არ ვცდები, იყო თქვენი ჟურნალისტი, რომელსაც ფორმულას მიკროფონი მახსოვს, რომ ეკავა და მანქანაში, ამ სასწრაფოს მანქანაში იყო ადამიანი, რომელიც დაზიანდა მოკლედ და აი ეს დაზარალებული ასე იხსენიებდა თქვენი ჟურნალისტი და გამოვიდა ეს ახალგაზრდა ბიჭი იყო მანქანიდან და მე არ ვარ დაზარალებული ვამბობდა და მაშინ ძალიან გამეცინა, მაგრამ რეალურად ძალიან ამაღელებელი მომენტი იყო, რომ დარბევები ჩვენს ესე გვახსოვს, რომ საუბრობთ ხოლმე ამ დარბევებზე, როგორც აი მსხვერპლებზე, როგორ დავზიანდით ასე შემდეგ და ბოლო პერიოდში ეს ჩემი აზრით ეს პერსპექტივა ძალიან შეიცვალა და აქცენტი კეთდება მათ შორის მედიების მხრიდანაც უფრო მეტად მედეგობაზე და იმაზე, რის მიუხედავად ვძლიერდებით და ვდგევართ ისევ რუსთაველზე და არა იმაზე, რას გვიშურება და როგორ გვაზიანებს ხელისუფლება. ეს მედეგობა მარტო იმაში არ გამოიხატება, რომ ფიზიკურად ვდგევართ, ხო, გარეთ ზამთარში, ზაფხულში და ყველა სეზონზე ეს მედეგობა გამოიხატება იმაშიც, რის მიუხედავად ვდგავართ გარეთ.